გაარის შეზღუდული შესაძლებლობის ყველაფერთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაცია და თვითმმართველობების როლი. ეს საკითხები განიხილავს დღეს ბათუმში გამართულ ფორუმზე. შესაძლებელი შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. განაცხადებს დასავლეთ საქართველოს მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ექსპერტებმა. ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოს ჟურნალისტის სამინისტროსთან თანაბარი ადმინისტრაციის სწორებთან ერთად იმუშავებს. ფორუმი ორგანიზაცია ხელისუფლების გარემოყოლისთვის ინიციატივაზე და საზოგადოების მხარდაჭერით გაიმართა. რატიფიცირებიდან 2 წლის შემდეგ დაგის ექსპერტები დროში გაწევის იმპლემენტაციაზე საუბრობენ. გრამის ადაპტირებასთან ერთად მათი შეფასებით გვინდება სოციალურ მოდელზე გადასვლა და ამ დრომდე ადამიანის სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდი. სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაბალი ჩართულობა. სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულება ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობაცაა. ამას ვხედავ ჯერჯერობით რადიკალურად. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების ელემენტარულად 20 კვადრატული ოთახი შეიძლება იყოს დათმობილი ხო იგივე აჭარის სიმოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ყველაზე მთავარი პრობლემა ჩვენს რეგიონში, აჭარის რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობის პირების ჩართულობა არ ხდება, კონსულტაციები არ ხდება, იმ საკითხებზე როცა პროგრამების შემუშავება ხდება. კი, საჯარო განხილვები როცა არის მოწვეულობრივად ხდება ესწრებით, მაგრამ ეს საჯარო გამოსვლები არ მართება ადაპტირებულ გარემოში. სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვისას ჩართულობის პრობლემაზე ვერ ხედავს საქართველოს ჩადენილი სამინისტროს წარმომადგენელი. მას მაგალითად პრემიერთან არსებული ინტეგრაციის ჯგუფი მოყავს, რომლის შემადგენლობაშიც არასამთავრობო ორგანიზაციებიცაა. სტრუქტურის წარმომადგენლები და სოციალურ მოდელზე გადაცვლის გააქტიურებულ მუშაობაზეც საუბრობენ. სამედიცინო მოდელი, რომლის საშუალებითაც ხდება სტატუსის მინიჭება, ეს არის საბჭოური გადმონაშთი. 2016 წლის ბოლომდე გვაქვს ამის ვადა და გვერდებით რომ ამ წლის ბოლოს ალბათ პილოტი დაინერგება. ადგილობრივი თვითმმართველობის სწავლებით ესწრებოდნენ მათი განმარტებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვის უზრუნველყოფად არაერთი პროგრამა ხორციელდება. ჩვენთან უკვე რამოდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არის დასაქმებული თვითმმართველობის შესაბამისი სტრუქტურები აქტიურად განიხილავენ ამ საკითხებს და უზრუნველყოფენ. ერთიანი ბაზა და ასაკობრივი სტატისტიკა, რომელიც პროგრამების დაგეგმვისას ზუსტი საჭიროების განსაზღვრაში დაეხმარება. ასეთი ექსპერტების და საკითხზე მომუშავე პირების შეფასება. სამინისტროს მხოლოდ იმ პირთა მონაცემები აქვს, რომლებიც სოციალური მომსახურებით სარგებლობენ.